მე ბედნიერი ვარ, მე მყავს ცოლი, შვილები, შვილიშვილები და მეორე მხრივ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ყოველდღე თუ კარგად არ დათრება ლუდით, მარლიანი თევზით, რაღაც აკლია რა, ვერ ისვენებს. ან მაგალითად ადამიანი, რომელიც მიჯაჭვული ნებისმიერ რამეზე რო ხარ, ეს არის კომპიუტერული თამაშები იქნება, ეს კაზინო იქნება, ეს იქნება აღვერახსნილი ცხოვრება იქნება, ეს იქნება ნარკოტიკი, სულ ერთია. თუ რამეზე ხარ მიჯაჭვული, თუ შენი თავისუფლება გაყიდე რაღაცაში, სულ ერთია, რაც არ უნდა იყოს. შენ იმ რაღაცის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები. შენ მე შეიძლება მე დამცინო კიდევა, ბიჭო რა კაცი ხარ, მოდი ხარ სამსახურში და ცოლშვილთან ზიხარ მთელი დღე და ამოდი დავლეო ცოტა გავისერნოთ, გავიგულაოთ რაღაც. ამას ქრისტიანობა გეუბნება. თუ ღმერთთან არ იქნები, არასოდეს არ იქნები შენ სულ ყოფილი ბედნიერი. მე როტვეილერი მყავდა ადრე წლების იქით და გადახანი ცოტა ხოლმე გაფრაზება რა, შემოგიღრენდა და მაკარონი უყვარდა ძალიან მოხარშული და დავუკრიდე ხოლმე ხელის გულზე მაკარონს და მიუტანდი და ერთი გედახართ თუ წარბები ესე თვალები ესე მე ადამიანი ვარ გესმის მე არ მინდა რაღაც მესიამუნოს ხორციელა და თავზე ხილი გადამისვა და არ არის ეს საკმარისი ჩემთვის ამბიციური ვარ. ბათაშვილის ქრისტიანები მაგარი ამბიციური ხალხია. მე ესე ვეუბნები ხოლმე ღონე მიხდილ ქრისტიანებს რომ მოვლენ ჩემთან პრობლემები დამძიმებული და განსახსნელები და რაღაც ესე ჯერები არც ხონია პრინცი ხარ თუ გოგონა პრინცესა ხარ ვეუბნები სამყაროში და რამ ჩამოგაყრევინა ესე ყურები ვეუბნები